ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის წევრი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე აქვეყნებს სამ პოსტს, რომელიც შეეხება საქართველოს. მისი პირველი პოსტი შემდეგ შინაარსს შეიცავდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სრულიად ნათლად გამოხატა მისი დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც თავს ამერიკის მტრად აცხადებს. თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს თავის გეგმას, რომ 29 დეკემბერს საქართველოს დემოკრატია დაანგრიოს, იგი უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორიც ვერასდროს წარმოედგინა. დაწერა მან პლატფორმა X-ზე თავის გვერდზე. ამის შემდგომ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. კორუმპირებული ჩინეთისა და ირანის მოყვარული და ამერიკის მოძულე ბიძინა ივანიშვილი ცდილობს საქართველოში დემოკრატია დიქტატურად გარდაქმნას. თუ ეს მოხდება, ჩვენ წინ ამერიკა უნდა დავაყენოთ და საქართველოსთვის ყველა ფინანსური დახმარება შევაჩეროთ. აღნიშნავს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე თავის გვერდზე და ასევე მესამე პოსტი, რომელიც შეეხება ანაკრეის ხმაწლოვან პორტის მშენებლობას, რატომ გააფორმა საქართველოს დიქტატორობის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილმა ანაკრეის ხმაწლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან. მზად ხარ სანქციებისთვის ბიძინა. აღნიშნავს ჯო ვილსონი პლატფორმა X-ზე. აღსანიშნავია ის, რომ ვილსონის ერთ-ერთი პოსტი პლატფორმა X-ზე ასევე გადააზიარა რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის კვლევამ თავისივე ანგარიშე პლატფორმა X-ზე ჩვენ ამერიკა ყველაზე წინ უნდა დავაყენოთ არანაირი დაფინანსება პროირანული დიქტატურებისთვის. კითხულობთ რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის გვერდზე, ასევე სოციალურ ქსელში და ასევე ვილსონის კიდევ ერთი პოსტი გააზიარა ბენ ჰოჯესმა, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა ვეთანხმებით ჯო ვილსონს, მაგრამ ეს უნდა იყოს შავი ზღვის დიდი რეგიონის სტრატეგიის ნაწილი. აღნიშნავს ბენ ჰოჯესი, საქართველოს კუნძული არ არის, ეს არის კარიბჭე ევროპასა და ევრაზიას შორის. ჩვენ გვჭირდება სტრატეგია, რომელიც რეგიონში ჩვენს მიზნებს მიგვაღწევინებს, მათ შორის უკრაინაში, თურქეთში, მოლდოვაში, რუმინეთსა და ბულგარეთში.